საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლის თავისადმი მიძღვნილ კონფერენციას პარლამენტმა უმასპინძლა. ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად ესწრებოდა. შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. კონფერენციაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მნიშვნელობაზე მოხსენებით წარსდგნენ მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივ მოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი. საზეიმო ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, დიპლომატიური კორპუსის წევრები, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შეკრებილები დაულოცა და მათ სიტყვით მიმართა. თქვენო აღმატებულება, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ქალბატონებო და ბატონებო. მე ვფიქრობ, ყველაფერი ხდება ღვთის განგებით და ღვთისნებით. საოცარია, რომ პირველად შეიძლება ისტორიაში, ეკლესიის ისტორიაში სახელმწიფო აღნიშნავს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. ავტოკეფალია ეს არის დიდი მონოპოვარი, დიდი ძალა, რომელიც ეძლევა ამა თუ იმერს და მე-5 საუკუნეში, როცა ვახტანგ გორგასალმა მოიპოვა ავტოკეფალია, ეს იყო დასაწყისი ამ დიდი მადლისა. ავტოკეფალია ეს არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის დიდი ძალა, დიდი მადლი. ვინ ვიქნებოდით ჩვენ ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო? ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ჩვენი ენა, ჩვენი ეკლესია და ჩვენ მადლობთ უფალს. ჩვენ დღეს თავკეთს ვიხრით დიდი მამების წინაშე, კირიონის, ლეონიდეს, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკის, ეფრემის, დავითის და სხვა წმინდა მამების წინაშე. მე კეთს ვიხრი თქვენს წინაშე, რომელიც დღეს აღბრძანდებით და აღნიშნავთ ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის წელს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა ამ დღისადმი. მე მინდა ხატი გადავსცე პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლის. ხვალ სვეტის ხოველში დილის 10 საათზე დაიწყება საზეიმო წირვა.
ვისაც გაქვთ საშუალება მოგზავნით. ჩვენთან არს ღმერთი. ამ დღეს აღდგა ისტორიული სამართლიანობა. ჩვენ დავიბრუნეთ დედა ეკლესია, რომლის წიაღშიც ჩვენი წინაპრები და სულიერი მამები საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს სათაყვანებელს, ჩვენს სარწმუნოებას. უფრთხილდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომელზეც დგას ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა. სწორედ ეკლესიაში იყო თავმოყრილი ქართველი კაცის სულიერი საზრდო, ჩვენი სულიერი საგანძური და ამ განძის გადარჩენა იმპერიული მარწუხებისგან, მისი დახსნა მხოლოდ თავგანწირული ბრძოლის შედეგად გახდა შესაძლებელი. ჩვენს ქვეყანას ბევრჯერ დაუდგა უკიდურესად მძიმე წუთები და ეკლესია, სასულიერო პირები ყოველთვის ასრულებდნენ გამორჩეულ როლს, ამბობდნენ თავიანთ სიტყვას, იცავდნენ ერისა და ქვეყნის ინტერესებს. ამ მხრივ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მის უწმიდესობას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, ჩვენს სულიერ მამას, რომელიც 40 წელია საქართველოს ეკლესიას უდგას სათავეში და რომლის დამსახურებაც გახლავთ ჩვენი სამშობლოს წინაშე ის, რომ 1990 წელს კიდევ ერთხელ საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცდა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. დღეს სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ. დღეს საქართველო თანამედროვე ევროპული ქვეყანაა, სადაც ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმებით არის მოწესრიგებული. ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა უკავშირდება ხოლმე ქართული სახელმწიფოს ან არის წინაპირობა ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების აღდგენის. ალბათ გასაოცარი იყო ქვეყანამ და ეკლესიამ, რომელმაც გაუძლო სხვადასხვა ჯურის და სხვა რელიგიების და იდეოლოგიების დაპყრობას, რომ როგორი მოულოდნელი იყო ალბათ მაშინ, როდესაც გაუქმდა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა იმ იმპერიის ფარგლებში, რომელიც ჩვენთვის მაშინ განსაკუთრებით მისაღები იყო, იმიტომ რომ იყო ასევე მართლმადიდებლური მწამსის. რაოდენ მძიმე უნდა ყოფილიყო ჩვენი წინაპრებისთვის ამ დანაკარგით ცხოვრება. და როგორ აღმაფრთოვანებელი იყო 100 წლის წინ, როდესაც ჩვენ აღვიდგინეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ჩვენი სულიერების ერთ-ერთი მთავარი ლოდისაკიდური და დავიბრუნეთ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა. თქვენო უწმინდესობა, მე მახსოვს, რამდენად რთული გზა გაიარეთ თქვენ პირადად იმისთვის, რომ ეს მიღწევა ყოფილიყო აღიარებული სხვა ქვეყნების მიერაც და სწორედ ესეც აღინიშნა, რომ 1990 წელს უკვე სოფლიოს კონფესიებმა აღიარეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და დამოუკიდებლობა. 1917 წლის 16 მარტს სიონის წმინდა ტაძარში ეპისკოპოსმა ლეონიდემ აღდგენილი ქართულენოვანი ლიტურგიის შემდგომ მრევლს გამოუცხადა. ვილოცოთ და დავდოთ ფიცი, რომ ჩვენ მალე დამოუკიდებელ ეკლესიას გვერდით ამოვყენებთ თავისუფალ საქართველოს. მართლაც ერთი წლის შემდეგ 1918 წლის 26 მაისს აღდგენილი იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ასე რომ საქართველოს სულიერ ეკლესიური გათავისუფლება წინ უძღოდა საქართველოს პოლიტიკურ გათავისუფლებას. 1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა ხელმეორედ დაიპყრო საქართველო. დამყარდა სასტიკი ათეისტური რეჟიმი, მაგრამ ქართველმა ხალხმა შეძლო ეკლესიის დამოუკიდებლობის შენარჩუნება. 1953 წელს რუსეთის ეკლესია აღიარა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია, მაგრამ 1990 წლამდე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ ცნობდა ამას და მიიჩნეოდა, რომ რადგანაც საქართველოს ეკლესიამ მე-19 საუკუნეში დაკარგა დამოუკიდებლობა, საჭირო იყო მისი ხელმეორედ ცნობა კონსტანტინოპოლის მიერ. თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე იღვწოდა ამ საკითხის მოსაგვარებლად უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და 1990 წელს 4 მარტს ეშრომა დაგვირგვინდა.
სოფლიოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა გამოსცა საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის აღიარებისა და საპატრიარქო ღირსების დამადასტურებელი სიგელები. ეს იყო საქართველოს ეკლესიის ასახორციელებლად კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მიერ გაწეულ უდიდეს ღვაწლთა შორის განსაკუთრებული მონაპოვარი. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ მონაწილეებმა გამოფენა დაათვალიერეს. ექსპოზიცია ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით გაიხსნა. ორგანიზატორებმა დამთვალიერებლებისთვის ავტოკეფალიასთან დაკავშირებული მასალები წარმოადგინეს. ავტოკეფალია ეკლესიისა ნიშნავს იმ ერის თვითყოფადობას, თვითიდენტობას, დამოუკიდებლობას და უნარს, რომ განავითაროს ქრისტიანული კულტურა თავის წიაღში. ამიტომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ისტორიულად საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მოიპოვა მე-5 საუკუნეში და ადგილი ჰქონდა მე-6. პირველი იყო ისტორიული რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი. აი ამ ყველაზე დაწინაურებული ეკლესიების შემდეგ მოდიოდა საქართველოს ეკლესია. და ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ვიმკვიდრებთ ისევ ჩვენ ისტორიულ კუთვნილ ადგილს. საქართველოს მოსახლეობას კარგად უნდა ესმოდეს და დარწმუნებული ვარ, კარგად ესმის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიის ავტოკეფალიას. ავტოკეფალია დამოუკიდებლობას ნიშნავს და მას შემდეგ რაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა არაკანონიკურად, რადგან არავის ჰქონდა ამის უფლება, თუ არა მხოლოდ მსოფლიოს საეკლესიო კრებას და მსოფლიოს საეკლესიო კრებას ეს არ გაუქმებია, არასოდეს ქართველი სასულიერო და საერო პირები არ შეგვეებიან ავტოკეფალიის დაკარგვას. ძალიან დიდი ძალისხმევა და მცდელობა იყო საერო და სასულიერო პირების მხრიდან, რომ საქართველოს ეკლესიას მოეპოვებინა ავტოკეფალია და ეს მოხდა 1917 წელს, როდესაც კირილმა შემდეგი სიტყვები ბრძანა აღარ ვართ მონა, არამედ თავისუფალი, რაც ნიშნავს იმას, რომ კვლავ გაგრძელდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია უძველესი დროიდან. მარტს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს იოანე მოსხს, წმინდა სოფრონს იერუსალიმელ პატრიარქს, მღვდელმოწამე პიონსა და წმინდა მოწამე ეპიმაქეს მოიხსენიებს. წმინდა მღვდელმოწამე პიონი იმპერატორ დეკიუსის დროს ეგეოსის ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქ სმირნაში ეწამა. როდესაც დევნის დაწყების შესახებ გაიგო, წმინდა პიონი საბინსა და ასკლეპიადასთან ერთად ტანჯვისთვის განემზადა. მათ ქედზე ბორკილები დაიდეს. 23 თებერვალს წმინდა მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელის ხსენების დღეს წმინდა მოწამეები შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს. საპყრობილეში ისინი შეხვდნენ სმირნის საკათედრო ტაძრის პრესვიტერს ლინას და ქრისტიან ქალ მაკედონიას, რომლებიც ქრისტეს აღმსარებლობისთვის იყვნენ დატყვევებულნი. წმინდა მოწამეებთან მრავალი ქრისტიანი მიდიოდა საპყრობილეში და საჩუქრები მიჰქონდა. წმინდანები ყველაფერს ციხის დარაჯებს ურიგებდნენ. მღვდელმოწამე პიონთან მიდიოდნენ ისინიც, ვინც შიშის გამო უარყო ქრისტე და კერპთაყვანის მცემლობას დაუბრუნდა. წმინდა მოწამე მათი სულმოკლეობის გამო მწარედ ტიროდა და სინანულისკენ მოუწოდებდა. წმინდა აღმსარებელმა მრავალი ტანჯვა დაითმინა. 250 წლის 11 მარს კი ის ჯვარს აცვეს, შემდეგ კი დაწვეს. 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს. წირვაზე დასწრების მსურველთათვის საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან უფასო ავტობუსები დილის 9 საათიდან გავლენ. მათ, ვინც კერძო სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობას აპირებს, მცხეთაში შესასვლელად საგანგებო საშვი არ დასჭირდებათ. რელიგიის საკითხთა სააგენტოში მიმდინარე წელს პირველი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ტრადიციულად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ფინანსურ და ქონებრივ საკითხებზე იმშელეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან კომისიამ განიხილა 69 საკითხი, აქედან 62 დაკმაყოფილდა, 4-ზე ხარვეზი დადგინდა, 3-ს კი უარი ეთქვა. მუსლიმი თემის მიერ წარმოდგენილი
12 განაცხადიდან 11-ს დადებითი, ერთს კი უარყოფითი პასუხი გაეცა. სხდომის წევრებმა ასევე განიხილეს კათოლიკების, პროტესტანტების, ებრაელებისა და სომხური ეკლესიის შუამდგომლობები ამა თუ იმ ფინანსურ და ქონებრივ საკითხებზე. თითოეული მათგანის შესახებ ჟურნალისტებს დაწვრილებითი ინფორმაცია შეხვედრის დასრულების შემდეგ სააგენტოს ხელმძღვანელმა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა გააცნეს. განხილული იქნა 12 საკითხი მუსლიმი თემის მხრიდან, სადაც დაკმაყოფილდა 11 და 1-ზე ეთქვა ვარი. აქ საუბარი მიდის ნაწილობრივ შენობრივი საკითხზე, გარკვეულ სოფლებში და ნაწილობრივ მეჩეთების გადაცემის თემას ეხებოდა. რაც ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხს, ამ 3 თვის განმავლობაში ფაქტობრივად როგორც გითხარით, აქტიურად გაიმართა კომისიის ხმა, გამოტანილი იქნა 69 საკითხი, 69 საკითხიდან 62 გადაწყდა დადებითად. ნაწილობრივ გულისხმობ იმ კონტექსტში, რომ რაც მოთხოვნა იყო, ყველა არ დაკმაყოფილდა ფინანსურ ნაწილს გულისხმობდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაგრამ მთლიანობაში ეს რაოდენობა მოიცვა. აქედან 4-ზე დადგენა ხარვეზი მართლმადიდებელი ეკლესიასთან მიმართებაზე, 3-ზე ითქვა უარი. კათოლიკების შემოტანილი საქმიდან ეხებოდა პლეხანოზე მდებარე კათოლიკური ეკლესიის რესტავრაციის საკითხს და შესაძლო დაფინანსების ნაწილს და ბუნებრივად ამ კონტექსტში მოვითხოვეთ ძეგლთა დაცვის სააგენტოს ჩართულობა და ამქიდან გამომდინარე დადგინდა ხარვეზი, სანამ იურიდიულად არ მოწესრიგდება ეს საკითხები. პროტესტანტული ეკლესიის საკითხი იყო დაფინანსების ნაწილში გამოტანილი რუსთავში და რომელიც დაკმაყოფილდა მთლიანად სახელმწიფოს მხრიდან მოხდა დაახლოებით 13-14,000 ლარის რეკომენდაციის გაცემა, რომ პროტესტანტულ ეკლესიას რუსთავში მიეცეს ასე დაფინანსების ნაწილი. ებრაელების შემოტანილი თემა იყო, ეს ეხებოდა ქალაქ ონში სინაგოგის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ებრაული თემისთვის გადაცემის საკითხს დადებითად გადაწყდა და ებრაული თემის ფაქტობრივად ფლობელობის საკუთრებაში გადავიდა და სომხური ეკლესიის საკითხი იყო გამოტანილი დაფინანსების ნაწილში, რომელიც დაკმაყოფილდა მთლიანად. განვიხილეთ სულ 70-მდე საკითხი, 62 საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნა მიღებული დადებითი, 4 საკითხი იქნა დახერვაზებული და 3 საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ, ანუ უარი ეთქვათ შემოტანილი წინადადებებთან დაკავშირებით. ერთი დახარვეს და 11 გადიოცა, ეს არის მეჩეთების საკითხი, ძირითადად დასავლეთ საქართველოში ეს არის ოდურგეთის მუნიციპალიტეტში 2 მეჩეთი, დანარჩენი ქობულეთის რაიონის მეჩეთები გადმოგვეცა და დარეგისტრირდა მუსლიმთა სამმართველოს პალატს. ევროკავშირის წარსული, აწმყო და მომავალი. ამ სახელწოდების ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა. შეხვედრა რომის ხელშეკრულების 60 და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული ინსტიტუტის 10 წლის თავს მიეძღვნა. ღონისძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სხვადასხვა უწყებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ევროპელებთან ერთად თბილისში გვეზეიმა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის განუყოფელი ნაწილი ევროპის და საქართველო დარწმუნებული ვარ, არის მომავალი წევრი ამავე დროს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის. ჩვენ ერთად ვზეიმობთ დღევანდელ დღეს, გვექნება ძალიან შინაარსიანი და ფართომასშტაბიანი განხილვა იმ თემებისა, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის დღევანდელობას, წარსულს, მომავალს. დღეს აღნიშნავთ რომის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 წლის თავს. ეს ის ხელშეკრულებებია, რომლებმაც სათავე დაუდო ევროკავშირის ეკონომიკური კავშირის დაფუძნებას, რაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო ევროკავშირის შექმნას. ანუ შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 60 წლის თავია ევროკავშირის შექმნიდან. ეს მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აგვენიშნა ევროკავშირის დელეგაციასთან და იტალიის საელჩოსთან, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად. ყველაფერი 60 წლის წინ რომში დაიწყო. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ საიუბილეო თარიღი ვიზეიმოთ, გავიხსენოთ წარსული და დავგეგმოთ მომავალი. დღეს ასევე აღვნიშნავთ ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედებას. ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყნისთვის, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია გზა ევროპისკენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 წლის წინ ჩამოყალიბდა ევროპის ინსტიტუტი, ევროპული კვლევების ინსტიტუტი, რომელიც ძალიან წარმატებული პროექტი არის. 200 კურსდამთავრებული არის დღემდე და ყველა არის დასაქმებული, 100% დასაქმება, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს იმ ახალგაზრდებს, ვინც ირჩევს ევროპეისტიკას როგორც საგანს, რომ დასაქმდეს და ძალიან წარმატებული გახდეს ამ ქვეყანაში.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შეხვედრის პარალელურად გამოფენა გაიმართა. მტკიცე კავშირი, რომელმაც დროს გაუძლო, ასე ეწოდა ექსპოზიციას, რომელმაც ევროკავშირის ისტორიის ძირითადი ეტაპები და უმნიშვნელოვანესი მიღწევების ფოტოდოკუმენტური მასალა გააერთიანა. ღონისძიების ფარგლებში შედგა დისკუსიაც, რომლის პირველი ნაწილი ევროკავშირის მომავალს, მეორე კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას დაეთმო. 24 მარტს მსოფლიო ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ ინიციატივას საქართველოს მნიშვნელოვანი სიახლით შეუერთდა. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის შემადგენლობაში ბავშვთა ტუბერკულოზის სამკურნალო განყოფილების ახალი შენობა გაიხსნა. თანამედროვე ინფრასტრუქტურის უმაღლესი ტექნიკით აღჭურვილი დაწესებულება 21 საწოლზეა გათვლილი. ამჟამად ცენტრის მომსახურებით 12 ბენეფიციარი სარგებლობს. ახლად გახსნილი ცენტრი შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაათვალიერა და დაწესებულებაში არსებულ პირობებს გაეცნო. აღსანიშნავია, რომ უწყების მხარდაჭერით უკვე დასრულდა ტუბერკულოზის ეროვნული ლაბორატორიის მშენებლობა. ამჟამად კი აღნიშნული დაწესებულების ტექნიკური აღჭურვა მიმდინარეობს. ის კორპუსი, სადაც ეს ბავშვები გადიოდნენ მკურნალობას და ამ დაავადების სპეციფიკა ისეთი არის, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უწევს სტაციონარში ყოფნა. უბრალოდ ვერანაირ კრიტიკას და ვერანაირ ლოგიკას ვერ უძლებდა იმდენად რთული პირობები იყო. მე მართლაც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა სახელმწიფომ შეუქმნა ამ პაციენტებს და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ამ მართლაც დიდი ისტორიის მქონე კლინიკური ჯგუფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული. ტუბერკულოზით ბავშვთა ავადობა მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამედიცინო და არა მხოლოდ პრობლემად ითვლება. დღესდღეობით სტატისტიკა ჯადაც მსოფლიო ორგანიზაციის ასეთი გახლავთ 100-დან 200,000 ბავშვამდე არის ყოველწლიურად ავადობა და აქედან სამწუხაროდ ნახევარი გარდაცვალებით სრულდება. პრობლემას არც საქართველოსთვის ჩაუვლია, დაახლოებით 5-6%-ის ფარგლებში მერყეობს ჩვენთან ბავშვთა ავადობის მაჩვენებელი. დღესდღეობით 12 პაციენტი გვყავს ჩვენ აი ამ ახალ გახსნილ ინფრასტრუქტურაში. ბოლო და ერთადერთი ამ დარგში ერთეული აშენებული იყო მხოლოდ 80 წელზე მეტი ხნის წინათ და შესაბამისად ეს იყო აუცილებელი და გარდაუვალი სიახლე, რის გარეშეც ჩვენ ვერ გავაგრძელებდით ხარისხიან მომსახურებაზეც არ არის საუბარი, ელემენტარულ პირობებს ვერ შეუქმნიდით ჩვენს პატარა პაციენტებს. რძისა და საშენი მასალის მრეწველობაში რესურს ეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელოს წარდგინება ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიება გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციისა და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის ინიციატივით შედგა. გამოცემა ევროკავშირის რეგიონული პროგრამის ფარგლებში მომზადდა. წიგნი პირველ ეტაპზე ინგლისურად გამოიცემა, შემდეგ კი ქართულ ენაზე დაიბეჭდება. ღონისძიებას ქართულ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტები დაესწრნენ. გარემოს დაცვის გაუმჯობესება და ამ გზით მწვანე ეკონომიკური განვითარების პრაქტიკაში დანერგვა. ამ თემაზე შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად იმსჯელეს. ჩვენ მივიდიოთ თითქმის ამ პროექტის დასასრულს და გვაქვს უკვე გარკვეული შედეგები იმ თვალსაზრისით, რომ აღმოვაჩინეთ საქართველოს სამრეწველო სექტორში საკმაოდ დიდი პოტენციალი იმისა, რომ იქნას დაზოგილი ენერგორესურსები, სხვა რესურსები, როგორც არის ნედლეული, წყალი და ასე შემდეგ, შემცირდეს გარემოზე მავნეზე მოქმედება და ამავე დროს საწარმოებმა ნახონ ფინანსური მოგება იმ ღონისძიებებით, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ საწარმოებს. ჩვენ ამ 3 წლის განმავლობაში შევედით 50-მდე საწარმოში, მცირე და საშუალო ზომის საწარმოში, თბილისში, რუსთავში, კასპში, ქუთაისში, კახეთის რეგიონში და გარკვეული სურათი გვაქვს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა არის მრეწველობაში. ეს ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მწვანე განვითარების დანერგვისკენ არის მიმართული. აღნიშნული ინიციატივა საწარმოების ხელმძღვანელებისა და ექსპერტების მხრიდან დადებითად შეფასდა. მათ კარგად აქვთ გააზრებული, რომ ეს პროექტები ხელს უწყობს არა მარტო გარემოს დაცვას, არამედ მომგებიანია მათთვის ეკონომიკურადაც. გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე საკუთარი პროდუქტი 23-მა ქართულმა კომპანიამ წარმოადგინა.
გამოფენის ფარგლებში ევროპის წამყვან ჟურნალ ვინუმის სტენდზე ქართული ღვინის დეგუსტაცია შედგა. შეხვედრას გამოცემის მთავარი რედაქტორი რუდოლფ კნოლი უძღვებოდა. გამოფენის ფარგლებში 2 დღის განმავლობაში ვინუმის სტენდზე ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩატარდა. სტუმართა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაც ვფიქრობ გამოწვეულია იმით, რომ საქართველო როგორც ღვინის სამშობლო მსოფლიოში უკვე აღიარებულია. რასაკვირველია, განსაკუთრებით დიდია ინტერესი ქვევრის ღვინისადმი. ეს არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა ქართველი მეღვინეებისთვის და არა მარტო, ეს არის მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი გამოფენა ღვინის დარგის. ნამდვილად ნომერი 1. წელს 23 კომპანია არის წარმოდგენილი ქართულ სტენდზე. ამდენი კომპანია არც ერთხელ არ ყოლია ჯერ დუსელდორფში და ინტერესი კიდევ მეტ კომპანიას აქვს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო წარმომადგენლობით იქნება საქართველოს სტენდი. პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს წარმოებლები, ღვინის და სპირტიანი სასმელების და ასევე იმპორტიორები და დისტრიბუტორები თავს იყრიან და ძალიან კარგი საშუალებაა, რომ წარადგინოს შენი თავი, შენი კომპანია, შენი პროდუქტი. აქედან მრავალი ჩვენი არსებული პარტნიორი გავიცანით პროვაინზე, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა არის. სამტრედია გრიგოლეთის გზის მშენებლობა გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო. აღნიშნულ ინიციატივას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, პროექტის ფარგლებში დასაქმებული მუშახელის რაოდენობა გაიზრდება და კონტრაქტორ კომპანიებს აღებული ვალდებულებების შესრულება მოუწევთ. გურიაში მიმდინარეობს სამტრედია გრიგოლეთის მეორე ლოტის მშენებლობა. ეს არის 250 მილიონი ლარიანი კონტრაქტი. ზამთრის ცუდი ამინდების შემდეგ აქ მუშაობა უკვე აქტიურად არის გაშლილი. ძალიან საკმაოდ კაცრად ვესაუბრებით კონტრაქტორებსაც თვითონ, რომ ჩამორჩენა არ იყოს ვადაში და ხარისხს უმოწმებთ მაქსიმალურად. აღნიშნულ ამ წუთში დღეს დასაქმებულია 250 ადამიანი აღნიშნულ მონაკვეთზე. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში უკვე მუშახელის რაოდენობაც 600-მდე უნდა გაიზარდოს. თანამედროვე სამყაროში ახალი ტექნოლოგიები სულ უფრო აქტუალური ხდება. სიახლეები იქმნება იმისთვის, რომ ადამიანური და უკვე არამარტო ადამიანური ყოფა შეამსუბუქოს და გააუმჯობესოს. ამ საყვარელ ძაღლს დერბი ჰქვია. ის სერიოზული პათოლოგიით დაიბადა. მისი წინათათები დეფორმირებული და განუვითარებელია. დამოუკიდებლად გადაადგილება მისთვის პრობლემას წარმოადგენს. დერბის სპეციალური ეტლი აქვს, რომელიც იმდენად მოუხერხებელია, რომ მას ნორმალურად გადაადგილება უჭირს. ძაღლის ცხოვრება სრულიად შეიცვალა, რაც მას ახალი პროთეზი დაუმზადეს. ეს 3D პრინტერზე შექმნილი მოწყობილობაა. ის უჩვეულო დიზაინის მრავალფუნქციური გამოგონებაა. პროთეზის დამზადების შემდეგ დერბის ცხოვრება გაცილებით ხალისიანი გახდა. ის დამოუკიდებლად დარბის, თამაშობს და გაფაციძებით ეძებს ყველაფერს, რაც მისი ინტერესის სფეროში ხვდება. გამომგონებლები, რომლებმაც ეს მოწყობილობა შექმნეს, იმედოვნებენ, რომ მსგავსი ფიზიკური პრობლემების მქონე სხვა ცხოველებსაც ისევე გაუმართლებთ, როგორც დერბის.